Ალბათონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძეს. მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, ქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლებს. დამსწრე სტუმრებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე მოგზაურობისათვის. ახლა კი სიტყვას გადავცემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, მივესალმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ბატასალიას, მივესალმები მინისტრის მოადგილეებს, მივესალმები იუსტიციის სახლის ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ ჟვანიას, მოგესალმები ძვირფასო სტუმრებო, მე მინდა მოგულოცოთ ყველას, განსაკუთრებით გლდანელებს, დღევანდელი დღე იუსტიციის სახლის გახსნა, ამიერიდან 500-ზე მეტ სერვის გლდანელები მიიღებენ უშუალოდ მათ უბანში და ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი კომფორტულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ამობნის მაცხოვრებელთათვის. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად მოქალაქეებზე და მოქალაქეები უზრუნველყოთ მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით და იუსტიციის სახლი არის სწორედ გამორჩეული პროექტი, სწორედ ამ თვალსაზრისით მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით. Danis ეს ფილიალი არის იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილი და ეს არის სისტემა, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით უკვე 125 მისამართზე ყოველდღიურად 20,000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსაც, კონკრეტულად გლდანის იუსტიციის სახლში 100-მდე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები ხორციელდება ყოველთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროექტებით და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი, ბუნებრივია. ამ თვალსაზრისით ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ბუნებრივია გრძელდება სისტემის განვითარება, იუსტიციის სახლის ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება თბილისში კონკრეტულად დიდი ღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მთავრობა არც მომავალში დაეშურებს ძალისხმევას. მე მინდა მადლობა გადავუხადო და მიულოცო პირადად იუსტიციის მინისტრს ბატონ ბატასალიას, მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მინდა მოგულოცოთ ყველას იუსტიციის სახლის გახსნა და მინდა გესურვოთ წარმატებები. დიდი მადლობა. სიტყვაეძლევა ქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს. საღამომშვიდობის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძეს, იუსტიციის მინისტრს ბატონ ბატასალიას, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივესალმები თბილისს და თბილისელებს. მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მინდა ვისარგებლოს შემთხვევით ბატონ მინისტრს, ბატონ პატა გიხდით მადლობას თქვენს თანამშრომლებს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად 500-მდე სახელმწიფო სერვისების მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ გლდანის რაიონის გამგეობაში შესაძლებელია გლდანელებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღება. გუშინ ჩვენ მქონდა შესაძლებლობა გლდანის რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უნიშნულოვანესი რეკრეაციული პროექტი გლდანის ტბა, თუ როგორ არის განახლებული, მოწესრიგებული. დღეს მე მქონდა საშუალება ახალი საბავშვო ბაღი ზახესის რაიონში გამეხსნა და დღეს ხედავთ იუსტიციის სახლი იხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ულოცავ ყველას, ეს რა თქმა უნდა არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. სამინისტრო აგრძელებს ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, როგორც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა, შემდეგი იქნება დიდი ღომი, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო მინისტრო, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მუნიციპალიტეტის, მერის თითოეული თანამშრომელის ყველანაირად ხელშეგიწყობს, რომ აი ასეთი ძალიან მაგარი პროექტები განხორციელდეს ჩვენს ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს.
სიტყვა იძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატასალიას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს გიმასპინძლოთ ახალი იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ეს არის რიგით მესამე იუსტიციის სახლი, ცენტრალური იუსტიციის სახლი, რომელიც ყველასათვის ცნობილია და მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში. ასევე ჩვენ გვაქვს ერთი ფილიალი ვარკეთილში, თუმცა ჩვენ გეგმავთ კიდევ უფრო ლამაზი, ახალი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული შენობის აშენებას ვარკეთილში იმისათვის, რომ ამ უბნის და მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს თავისუფლად შეეძლოთ მიიღონ ის სერვისები, რასაც დღეს თავაზობს მომხმარებელს თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი. ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონმა მერმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი შემდგომი ამოცანა არის, რომ მსგავსი თანამედროვე სტანდარტებით და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი იუსტიციის სახლი ავაშენოთ დიდი ღომში, ამის შემდგომ იქნება სწორედ ვარკეთილში ახალი იუსტიციის სახლი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის სახლი 500-ზე მეტ კერძო და საჯარო სერვისს თავაზობს თითოეულ მომხმარებელს. ეს ხდება თანამედროვე კომფორტულ გარემოში, ასევე იმ გარემოში, რომელიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. უნდა აღნიშნოთ, რომ გლდანში 100-მდე თანამშრომელი არის დასაქმებული და ეს ფილიალი ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად გატვირთოს ცენტრალური ფილიალის დატვირთულობა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რა თქმა უნდა ამცირებს მოლოდინის დროს, ეს რა თქმა უნდა აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და შესაბამისად ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებაზე ზრუნვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ დარჩეს საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მომდევნო პროექტები იქნება ასევე მასშტაბური და ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე თითქმის დავფარეთ იუსტიციის სახლებით ყველა მუნიციპალიტეტი. ამასთანავე ჩვენ მქონდა წალენჯიხაში ღონისძიება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობეთ, რომ უახლოეს მომავალში იქაც დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ფაქტიურად იუსტიციის სახლები დღეს ფარავს მთელ საქართველოს. თქვენ შენობაში რო შევბრძანდებით, ნახავთ, რომ კედელზე არის საქართველოს რუკა გამოსახული, სადაც განათებულია ის ადგილები, სადაც დღეს არის საქართველოში იუსტიციის სახლები გახსნილი. და ასევე რამდენიმე სანთელია ანთებული იქ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც დღეს საქართველო ვერ ფარავს, არ ცელდება ჩვენი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი კონტროლი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეძლებს იმ ტერიტორიებზე ააშენოს ახალი იუსტიციის სახლები, რომელიც დღეს მდგომარეობით არის ოკუპირებული. მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველას მომბრძანებისათვის. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი ახლა სიტყვით მოგმართავთ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგ ჟვანია. მე მას პირადად მინდა მადლობა გადაუხადო გაწეული სამსახურისათვის და თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც დიდი შრომა გაწია იმისათვის, რომ დღეს ასეთი მშვენიერი და ლამაზი იუსტიციის სახლი გაგვეხსნა გლდანში. თითოეულ მათგანს ყველას უხდი დიდ მადლობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომბრძანებისათვის ბატონ ვახტანგ ჟვანიას. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები თბილისის მერს ბატონ კახიკალაძეს, მივესალმები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. დღეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ თქვენთან ერთად მაქვს შესაძლებლობა გავხსნათ ესეთი განსაკუთრებული არქიტექტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კიდევ ერთი მორიგი იუსტიციის სახლი, რომელიც რეალურად იქნება თავისი დატვირთვიდან გამომდინარე საქართველოში რიგით მეორე იუსტიციის სახლი.
ბუნებრივია, რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ ბატონი პრემიერის წინაშე და საქართველოს მოქალაქეების წინაშე დავდეთ პირობა, რომ იუსტიციის სახლი ყოველდღიურად იზრუნებდა განვითარებაზე. ამ განვითარებაში პირველ რიგში იგულისხმება ინფრასტრუქტურული განვითარება და ასევე სერვისების ხარისხზე აქტიური მუშაობა. დღევანდელი დღეც არის სწორედ ამის ნათელი გამოვლინება, რომ ჩვენ ამ პირობას ბოლომდე გავყვებით, რადგან ხსნით ერთ-ერთ გამორჩეულ იუსტიციის სახლს, სადაც თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ამის სურვილი, ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 500-მდე სერვისით, ბევრად უფრო სწრაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოდინის პერიოდი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ბევრად უფრო ხარისხიანად მიიღოს ეს სერვისი და საბოლოო ჯამში წავიდეს კმაყოფილი. რადგან დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, თუ რამდენად ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეზე და ეს ზრუნვა არ გამოიხატება რაღაც მხოლოდ ერთი კონკრეტული შენობის გახსნაში, ეს ზრუნვა გამოიხატება თითოეული იუსტიციის სახლის თანამშრომლის ყოველდღიურ საქმიანობაში და მე უერთდები მინისტრის მადლობებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ გდანელებს და რა თქმა უნდა თბილისს ქონოდა ასეთი გამორჩეული სახლი, იუსტიციის სახლი, სადაც ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შემოვა, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ მადლობას გადაუხდის სახელმწიფოს და ხელისუფლებას იმისთვის, რომ მისი თავარი საზრუნავი ამ ქვეყანაში არის საქართველოს მოქალაქე. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის და ეხლა კიდე მერგო პატივი იმისა, რომ თითოეული თქვენთაგანი დაგპატიჟოთ, დავათვალიეროთ იუსტიციის ახალი სახლი და წარმატება უსურვოთ ჩვენს თანამშრომლებს. მადლობა ყველას.